მოგესალმებით. ამ ეტაპზე 10-მდე სტუდენტი დგას სტატუსის საბოლოო შეჩერების საფრთხის წინაშე. ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდა რექტორი, წინადღით პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი გამოიძახეს პოლიცია და 9 სტუდენტი 5,000 ლარით დააჯარიმეს. სტატუსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს მეილზე მიუვიდათ. მოგვიანებით უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რექტორს ერთი თვის ვადა აქვს. ასახელებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა ნორმები დაარღვიეს. ცხადია, ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა არ ვპასუხობენ. სტუდიაში სტუმრად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მანუ თავაძე და ელენე მინდიაშვილი მოვიწვიეთ. ასევე პირდაპირ ეთერში ცოტა ხანში ჩაგვერთვება მაშო მაყაშვილი, რომელიც უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ის 9 ადამიანი ახლა ადვოკატთან შესახვედრად ემზადება კონსულტაციის გასავლელად. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მანუ 80 დღეზე მეტია უნივერსიტეტის ფოიეში დღესა და ღამეს ათენებთ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების გარკვეული ნაწილი, ხომ? მაგრამ მხოლოდ გუშინ მიიღო ადმინისტრაციამ რექტორმა რადიკალური ზომები. რა მოხდა, რის საფუძველზე დაგაჯარიმეს პირველ რიგში ეს რომ მოვუყვეთ მაყურებელს? გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ჩვენ 83 დღე ვიკავებდით უნივერსიტეტის ფოიეს. ქონდა ძალიან ბევრი პრობლემა ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა უდიდესი პრობლემა მათთვის, რაც აქამდე არასდროს არ იყო ყურადღების ქვეშ, წყილების ამბავი და დეზინფექციის ამბავი. და გთხოვდნენ, რომ დეზინფექცია უნდა მოხდეს აუცილებლად, რადგან ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწავლა უნდა დაიწყოს და სუფთა უნდა იყოს უნივერსიტეტი წყილებისგან და მღრღნელებისგან. და თქვენ უნდა დატოვოთ ტერიტორია, რადგან 72 საათი უნდა იყოს უნივერსიტეტი ცარიელი, რომ მოხდეს შეწამლა. ეს აქამდეც გაუკეთებია უნივერსიტეტს, რა გახსოვთ? მე მახსოვს, რომ რამდენჯერმე გაუკეთებიათ, როგორც ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც მართლა ყოფილა ეს პრობლემა, რეაქცია ამას არ მოყოლია სტუდენტებისგან. რამდენიმე სტუდენტი მართლა წინა წლებში ყოფილა დაკმენილი და ეს არანაირად არ ყოფილა მათთვის იმხელა პრობლემა, რამხელაც ეხლა იყო და მეტაფორულად თუ ისე რომ გავიგოთ, ჩვენგან უნდათ უნივერსიტეტის გაწმენდა. ეს მოხდა. ეს მიზეზი იყო შეიძლება უფრო დაჩქარებული მიზეზი, რომელიც უნდა შეესრულებინათ და ამით გაეთავისუფლებინათ ტერიტორია სტუდენტებისგან. და დაგაჯარიმეს იმ მიზეზით, რომ ვითომ არ ემორჩილებოდით? ჩვენ ფოიეს ვიკავებდით და ამ დროს მოხდა ისე, რომ პოლიცია გამოიძახეს, როცა დეზინფექციის სამსახური მოვიდა და შეწამლა დაიწყეს, გამოიძახეს პოლიცია და გადაგვიყვანეს გვერდით ოთახში, სადაც შეყარეს ჩვენი ნივთები, ჩვენგან გაუფრთხილებლად, კბილის ჯაგრისები, პური, რაღაც საჭმელები იყარა ერთად, რაღაც ნაგვის პარკში და აი ესე შეგვიყვანეს იმ უნივერსიტეტში. ჩვენ ოდესაც მივედით, პოლიცია ერთხელ უკვე გამოძახებული იყო და გთხოვდნენ, რომ იქით გადავსულიყავით. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ჩვენი საპროტესტო ტერიტორია არის ეს და გვჭირდება ფოიე, რომ ვიყოთ იქ. მაგრამ გამოიძახეს პოლიცია და დაგვაჯარიმეს შიდა სივრცეში პროტესტისა და მანიფესტაციის კანონის მეორე დრო მოვიდა მაშინ დაგვაჯარიმეს. აი მაგალითად ეხლა უკვე რამოდენიმეჯერ მოხდა ეგეთი სიტუაცია, როცა რექტორმა პოლიცია გამოიძახა. თვითონ ვერ ახერხებს კომუნიკაციას თვითონ ამ სტუდენტებთან ან ჩამოსულიყო დალაპარაკება, ან რაღაცის გარკვევა, ან თხოვნა, ან რაღაცა მინიმალური რომ დელობა რო ქონოდა მაინც თუ იყო. არ ქონია კომუნიკაცია გარდა იმისა, რომ ყოველ დილას როცა მოდიოდა სამსახურში, გვაბიჯებდა და ადიოდა კაბინეტში. ამის იქით კომუნიკაცია არ ქონია. აქ ხედავდა და ვერც ასე პირდაპირ ყურებოდა და კიბეზე ადიოდა. ადიოდა და ლიფტში შედიოდა და ადიოდა. არანაირ არც გამასალამს არ გვეუბნებოდა არაფერს საერთოდ. კომუნიკაცია მე-3 თუ მე-4 დღეს სანამ რო შევედით, მაგ დღის შემდეგ აღარ გქონია რექტორთან. ახლა რა ხდება უნივერსიტეტში, როგორც დაგატოვებინეს შენობა და ჯერჯერობით ვერ შედიხართ, ვერ ახერხებთ შიგნით შესვლას, ხო? ჩვენ ისეთი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდით, რომ საფრთხე იყო დაპატიმრების და ხო, მოკლედ ამის გამო მოგვიწია რომ გამოვსულიყავით უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ თვლით რომ ჩვენი ადგილი არის
აქციებზე ასევე, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, თუ უნივერსიტეტიდან ვერ ვიზამთ ამას, სხვა ხერხებს მოვძებნით, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ეს იყო ჩვენი მიზანი თავდაპირველიც და ეხლაც ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ჩვენი სიტყვა გაჟღერდეს და სტუდენტების ძალა ძალიან გაძლიერდეს. როდის იგრძენიდა ეს დაკავების რისკი? დაჯარიმების შემდეგ მოვიდა კიდევ ერთხელ გამოუძახეს პოლიციას და რომ მოვიდნენ მკითხე მე რომ ვინ გამოგიძახათ მეთქი და ესეთი პასუხი იყო რომ ადმინისტრაციამ გამოგვიძახაო და უკვე რომ მოვიდნენ მე ისეთი ლაპარაკი შედგა ჩვენ შორის რომ თუ არ დატოვებთ 3 წერტილი დაახლოებით აი ეს დამოკიდებულება იყო მათგან და ხო ამის შემდეგ მოგვიწია რომ დაგვეტოვებინა უნივერსიტეტი და ამ გადაწყვეტილების შემდეგ და სცენის განხორციელების განვითარების შემდეგ ლექტორების პოზიცია როგორია შემოგიერთდნენ? ლექტორები მე ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო ეგ ფაქტი, როცა გამოვედით თეატრალურ უნივერსიტეტიდან და მხოლოდ ერთი ლექტორი იდგა თეატრალურის გარეთ. არც ერთი ლექტორი არ მოსულა, როცა პოლიცია გამოიძახეს პირველად ან მეორედ ან მესამედ, როცა დაგვაჯარიმეს სტუდენტები, როცა საფრთხე იყო იმის, რომ შეიძლებოდა რომ პოლიციას გამოვეყვანეთ ძალის გამოყენებით. არც ერთი ლექტორი გვერდში არ დამდგარა, ჩვენთან არ ყოფილა. დღის ბოლოს ერთმა-ორმა ლექტორმა რამდენიმე სტუდენტს მიწერა და მოიკითხა. მხოლოდ ეს იყო მათგან. იმ დღეს, როცა გამოვედით უნივერსიტეტიდან და მეორე დღეს რაღაც პოსტი დაწერეს და გამოეხმაურნენ ამ ამბავს, მაგრამ ჩემი აზრით მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიცი, მე არ წარმომიდგენია როგორ უნდა შევიდე ლექციაზე და მოვუსმინო მის ლექციას ხელოვნებაზე ან რა ვიცი, ნებისმიერ თემაზე, როცა პოლიცია როცა ძალით გამოვყავდი, იყო ამის საშიშროება, რომ ძალით გამოვეყვანე, გვერდში არ მედგა არც ერთი ლექტორი. ელინე, მოდი დავაზუსტებ, ხო? ანუ პირველად ეს მხარდამჭერი მონაწერები იყო პირადში ლექტორებისგან და მეორე დღეს მიხვდნენ, რომ საჯარო მხარდაჭერისთვისაც მზად აღმოჩნდნენ. კი. სწორედ გავიგეთ. საჯარო ის განცხადება გააკეთეს ონლაინ. ჩვენ არ შევხვედრი ვართ, მე პირადად არც ერთ ლექტორს არ შევხვედრი ვარ. გარდა ერთადერთისა, რომელიც დაგხვდა უნივერსიტეტის წინ, როცა გამოვედით. და ეს მოკითხვაც პირველ დღეს იყო რამდენიმე ლექტორისგან, მე პირადად ვიცი 2 ლექტორისგან, ისიც რაღაცა რამდენი 1-2 სტუდენტის მიმართ რა. ელენე, აი თქვენ ხო გიფიქრიათ მსგავს დღეზე, რომ შეეძლოთ, თქვათ, უნივერსიტეტს საპოლიციო ძალების ჩართულობით რაღაცა მსგავსი მოემოქმედებინა. ალბათ ამაზე თითოეულ თქვენგანს ნაფიქრი ქონდათ, ხო, ამ 80 დღის განმავლობაში. იმაზეც რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ესეთი დიდი მასშტაბური მხარდაჭერა უნივერსიტეტში, როგორც ლექტორებისგან, ასე სტუდენტებისგან. ამაზეც გიფიქრიათ ალბათ, ხო? კი. პირველად ეგ საშიშრო. ქონდათ იმედი. ან იცით, მაინტერესებს, აი ვინც თქვენთან ერთად არ ათენებდა და არ აღამებდა. მაგრამ შესაძლოა, ამას არ აკეთებდა, მაგრამ გეთანხმებოდათ, ხო? რაღაც არცში ამ პროტესტის. რა საუბრები ქონდა ხოლმე თქვენთან? აი თქვენს თანატოლებს, თქვენს ჯგუფს. დღეს ეგ სტუდენტები გუშინ იდგნენ ჩვენ გვერდით, როდესაც საღამოს ვიდექით აქციაზე თეატრალურ უნივერსიტეტთან. სტუდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც უბრალოდ არ გვეთანხმებოდნენ ფორმაზე, რითაც ჩვენ ვაპროტესტებით, ის სტუდენტები დღეს გუშინ იდგნენ გარეთ ჩვენთან ერთად. ამიტომ ჩვენი სტუდენტური ერთობა ბევრად უფრო მეტია და გაზრდილია და დიდია და ძლიერია. შიში პირველად მაშინ გაჩნდა, როცა კანონი მიიღეს შიდა სივრცეში გაპროტესტების და როცა პოლიცია იდგა, მე პირადად ყოველ შემთხვევაში პირველი შიში მანდ გამიჩნდა, როცა უშუალოდ მივხვდი, რომ ეს კანონი მიიღეს, რომელიც მეხება პირადად მე და ზღუდავს ჩემს პროტესტს თეატრალურ უნივერსიტეტში. ხო, და პირველი შიში იყო მან, როცა უკვე პოლიციას რამდენიმე მანქანა დავინახეთ, ადრე თან რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთდროულად იყვნენ რამდენიმე მანქანა პოლიციის. აი პირველად იყო ეგ შიში, რომ ეხლა შეიძლება გაგვიყვანოს აქედან და გაგვიყვანონ აქედან. მაგრამ აი რაღაც იმედი მქონდა იმის, რომ ვიცოდი, რომ არ ვიყავი მარტო, ვიყავი ბავშვებთან ერთად. და ეგ ძალა მქონდა, რომ ამათთან ერთად შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. იმიტომ რომ არიან ჩემი თანამოაზრეები და თანამებრძოლები. რა შეეძლოთ მათ თქვენთან ერთად? უფრო ერთსულოვანი რომ ყოფილიყო?
უნივერსიტეტი? მანუ ამაზეც ხომ გიფიქრიათ ალბათ? კი, გვიფიქრია, მაგრამ დიდად ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდით, რადგან ძალას ხედავდით მაინც და მაინც შევძელით ის, რაც შევძელით, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ავლაპარაკდით და ძალიან სერიოზულ თემებს შევეწინააღმდეგეთ, შიგნითაც და გარეთაც. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მათი ჩვენ გვერდში ყოფნა. მაგრამ ჩვენ მაინც გასაკეთებელი გავაკეთეთ, ასე მიმაჩნია და ძალიან სწორი თანმიმდევრობით და ძალიან თანმიმდევრულები ვიყავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა და ძალიან კარგია, რომ შემოგვიერთდნენ ახლა და გრძნობ, რომ ბოლომდე ჩვენთან ერთად იქნებიან, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა დავინახეთ გუშინ. ახლა სწორედ ის სტუდენტები გვერდებიან, რომლებიც არ ვიცი დროებით გარიცხული არიან თუ სამუდამოდ გაირიცხნენ უნივერსიტეტიდან. მაშო მაყაშვილი უნდა შემოგვერდეს. მაშო მოგესალმებით, როგორც ვიცი, სწორედ ახლა ემზადებით თქვენ ადვოკატთან შესახვედ, რაც რა პროცესები უნდა გაიაროთ? პირველ რიგში ჩვენ უკვე განცხადება შევიტანეთ უნივერსიტეტში, გამოვითხოვეთ, ასე ვთქვათ, განცხადების ნომერი. ახლა მივდივართ ადვოკატთან სასაუბრად. არ ვიცი, გავასაჩივრებთ რა თქმა უნდა ამ განცხადებას, იმიტომ რომ სრულიად უსაფუძვლოა და უსამართლო ჩვენს მიმართ. არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჩვენი პროტესტის ფორმები უფრო გავაძლიეროთ, ვიდრე აქამდე იყო. მაშო, კონკრეტულად თქვენ 9 ადამიანი რა პრინციპით ამოგარჩიეს? ჯერ არ მიმიღია ეს ახსნა განმარტება, სიმართლე რო გითხრათ, ველოდებით ამას, ალბათ ადვოკატთან ერთად განვიხილავთ ყველაფერს, არ ვიცით, ვინ რა პრინციპით ამოგვარჩიეს. ნუ სავარაუდოა, რომ რაღაცა კონკრეტულ დღეს, როდესაც ადმინისტრაციასთან საუბრობდით იმის შესახებ, რომ დეზინფექცია უნდა მოხდარიყო უნივერსიტეტში და ჩვენ კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით, იქ ვინც ვიყავით 9 ადამიანი, სწორედ ისინი ვართ გარიცხვის საშიშროების წინაშე და სავარაუდოდ იმ საუბარში და იმ კამათში რაღაც არ მოეწონათ, არ ვიცი, მე უსაფუძვლოდ ვთვლი ამას და დანარჩენი 8 ადამიანიც ვინც ჩემთან ერთად არის გარიცხული, ყველანი აბსოლუტურად უსამართლოდ მივიჩნევთ მათ ამ გადაწყვეტილებას. მაშო, მეილზე როცა ნახეთ გამოგზავნილი შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ თეატრალური სტუდენტი აღარ ხართ, ხომ? ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადეთ, ან რექტორი ხო არ შეგვხვდათ და აგიხსნათ მთელი რიგი არგუმენტები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო? ადმინისტრაციასთან დაკავშირება ჩვენ არ გვიცდია. ჩვენ საღამოს გადავგზავნეთ საპასუხო მეილი და დღეს დილით მივიღე მათგან. დღეს უნივერსიტეტშიც ვიყავით, რომ ფიზიკურად ჩაგვებარებინა განცხადება, თუმცა ადგილზე არ იყო კანცელარია და ადმინისტრაცია არ მუშაობდნენ და დაცვამ კარი არ გაგვიღო და გვითხრა, რომ მეილით იყო შესაძლებელი მხოლოდ მათთან დაკავშირება. და კანცელარია დროებით მეორე კორპუსშია გადასულიო, ესეც მოგვახსენა, ანუ ჩვენ შიგნით არ შეგვიშვეს. ახლა მეილით გვაქვს მათთან კომუნიკაცია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენი უნივერსიტეტის წინ პროტესტი იყო, რასაც ჩვენ საღამოს შევუერთდით და მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა, ამ ხარდაჭერას ვგრძნობთ და ძალიან ვაფასებ და ძალიან გვაძლიერებს. დღესაც იგეგმება განათლება საფრთხეშია აანონსებს პირველ საათზე უნივერსიტეტთან შეკრებას, ისინი დაელოდებიან საბჭოსთან შეხვედრას, თუ არ ვცდები და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა, ჩვენც რა თქმა უნდა შევუერთდებით. მაშო, მეილში რა წერია ზუსტად, ხომ არ გაქვთ შენახული, რომ წაგვიკითხოთ? კი, რა თქმა უნდა, შენახული გვაქვს. მეილში წერია ასეთი რამე. მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან, წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ეს რომ წაიკითხეთ პირველ რიგში რა მოიმოქმედეთ, რა იყო, ნუ თქვენი რეაქცია გასაგებია, მაგრამ რა იყო თქვენი მოქმედება, ქმედება? პირველ რიგში ერთმანეთს დაუკავშირდით, იმიტომ რომ როდეში ჩაი არის.
ერთმანეთს დაუკავშირდით, იმიტომ რომ ჩვენთვის არ იყო ცნობილი, ვინ გარიცხეს, მოგვივიდა მხოლოდ საკუთარ თავზე ინფორმაცია და ერთმანეთს დაუკავშირდით სასწრაფოდ, რომ გაგვეგო, ვინ გარიცხეს, უკვე დავიწყეთ იმის გარკვევა მიზეზი, რატო გაგვირიცხეს და აბსოლუტურად ყველა ვიყავით გაუქნებულები, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდით ნამდვილ მიზეზს. მაგრამ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა, ჩვენი წინააღმდეგობა, რომელიც 93 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რა თქმა უნდა, მათთვის არ იყო მისაღები და გასაგებია, რომ პროტესტში იმყოფი სტუდენტი მათთვის რაღაც საფრთხეს წარმოადგენდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მე ვფიქრობ ამის საფუძველზე იქნა მიღებული, თუმცა კიდევ ყველაფერი წინ არის და გაირკვევა აუცილებლად ყველაფერი. ანუ ჯერ თქვენ თვითონაც არიცით, გარიცხული ხართ თუ არა და შეძლებთ თუ არა ლექციებზე დასწრებას? თუ ახსნები რექტორის ხელის მოწერას ელოდებიან ახლა. გარიცხულები ვართ, მაგრამ მე აღმოჩნდა, როგორც თვითონ დააკონკრეტა თეატრალურმა უნივერსიტეტმა საკუთარ Facebook გვერდზე, რომ ესე იგი 3 დღე ხო გვაქვს რექტორთან მისამართად. შეიძლება რექტორმა არ მოაწეროს ხელი ჩვენი გარიცხვის გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით ჩვენ უკვე შეგვიწყდა სტატუსი. ანუ ასე მოგწერს, რომ თქვენ შეგიწყდათ სტატუსი. ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა ჩვენი გარიცხვა, მაგრამ ახლა უკვე რექტორი ამაზე ხელს მოაწერს თუ არა, ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა ჩვენ გავასაჩივრებთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ხო, ეს უნდა მეკითხა სწორედ რა მოლოდინები გაქვთ ეს განაჩენი თუ სისრულეში მოვიდა, აქვს თუ არა სამართლებრივ დავას აზრი? ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, რომ სამართლებრივად ვიდეოთ, იმიტომ რომ ჩვენი უფლებები არაერთხელ დაირღვა ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც ჩვენ ყველა ვთვლით, რომ ეს გარიცხვა და ეს სამართლო გადაწყვეტილება ჩვენი უფლებების შემგვახველია და ბოლომდე ვიდავებთ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და ჩვენ დავიბრუნოთ სტუდენტის სტატუსი. მადლობა ძალიან დიდი მაშო მაყაშვილი. კითხვა მეც დაუცვა მაშოს. მაშო, როგორ ფიქრობთ, აი ეს პრეცედენტი ახლა რაც მოხდა, ჯერ ესეთი უნდა მაყურებელმაც იცოდეს, რომ სტუდენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ეთიკის კომისიას შეეძლო ჯერ რაღაც ერთგვარი გაფრთხილება მოეცა თქვენთვის. ქონდა ადგილი ასეთ გაფრთხილებას, სანამ სტატუსს შეგიწყვეტდნენ? სტატუსს სანამ შეგვიწყვეტდნენ, ჩვენთან გაფრთხილება არ ყოფილა იმის შესახებ, რომ თქვენი ქმედება კი ბატონო, ხო და სწორედ ამიტომ რამეს არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ შესაძლებელი იყო ჯერ გაფრთხილება. ზოგადად მინდა კითხოთ, აი ასეთი ქმედებით, ახლა რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აამუშავა, ხო, რაღაც ესე იგი ბერკეტი. მე მაინც მგონია, რომ ეს არც ისე კანონიერია, ამას იურისტებსაც ვკითხავთ, გაძლევთ პირობას ჩვენც, მაგრამ როგორ ფიქრობთ ეს პრეცედენტი, რაც ახლა მოხდა, რომ ეთიკის კომისია იღებს გადაწყვეტილებას, მე თქვენ მოგდით წერილი პოსტაზე, ეხა იწყებთ სამართლებრივად, ხო, თქვენი ინტერესების დაცვას, რომ სტატუსი აღიდგინოთ. როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევა, ეს პრეცედენტი შესაძლოა რაღაც უკან დახევის საბაბად იქცეს სხვა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა ხედავენ, რომ შესაძლოა აშკარად პოლიტიკური და ნიშნით და განსხვავებული აზრის გამო მოგექცნენ ასე. იცით რა, სიმართლე რომ გითხრათ, ყველა სტუდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულების გამო და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის გამო პირველ რიგში შეიძლება ასე მოექცნენ და ყველა სტუდენტი არის საკმარისად გამბედავი, ვინც ახლა აპროტესტებს იმისთვის, რომ მიუხედავად ამ სირთულისა და დაბრკოლებების და ყველა პრობლემის, რასაც გვიქმნიან, მაგის მიუხედავად მაინც იბრძოლონ სიმართლისთვის და თავისი ღირებულებებისთვის, პრინციპებისთვის, ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველანი მზად ვართ აბსოლუტურად, რომ ბოლომდე მივყვეთ ყველაფერს და გავაპროტესტოთ ყველა უსამართლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იქნება და ჩვენს მიმართ იქნება. მადლობა ძალიან დიდი. მაშო მაყაშვილი გვიერთდებოდა პირდაპირ ეთერში. მაშო წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი დაუბრუნდებით თქვენთან ისევ სტუდიაში, ხო? მანუ, ზოგადად თუ იცოდით აქამდე რომ არსებობდა თქვენს უნივერსიტეტში ეთიკის კომისია? არა, წარმოდგენა არ გქონდა ეთიკის კომისია. პირველად რო გავიგეთ, საერთოდ რას ნიშნავს და ვერ მივხვდით. არ ვიცოდით, არაფერში არასდროს არ ჩარეულან, არასდროს არაფერზე პრობლემა ესე არ გამოჩენილა მათი მხრიდან და პირველად გავიგეთ, როცა ეს მეილი მოგვივიდა, რომ ეთიკის კომისია უნივერსიტეტში არსებობს. ხო, ისე ალბათ რაღაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ეთიკის კოდექსი თქვენი უნივერსიტეტის, ესეც
საინტერესოა, რა წინააღმდეგობაში მოდიოდა თქვენს პროტესტთან ეს კოდექსი, იმედი მაქვს უნივერსიტეტი ამას გაასაჯაროებს, რომ უფრო მეტი დასაყრდენი გქონდეს საანალიზოდ, გასაანალიზებლად. ხო, აი როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ეს პრეცედენტი, გვანც ალბათ ამ აზრს აგრძელებდი შენც ხო, თუ არ შეგაწყვეტინე, რამდენად შეიძლება ეს პრეცედენტი აღმოჩნდეს, თქვათ რაღაც ერთგვარი შემაკავებელი იმ განსხვავებული აზრისა, რომლის გამოთქმას აქამდე სტუდენტები არ ერიდებოდით. კი, ნამდვილად არის ასე. მე საერთოდ ძალიან მეცინება იმ ფაქტზე, რომ ეთიკის კომისია გთხოვს ეთიკას, ზრდილობას და კარგად მოქცევას, როცა თვითონ ისეთ რაღაცებს გვიკეთებდნენ ამ 93 დღის განმავლობაში, რის დასახელებაც საერთოდ მცხვენია. რა ვიცი, არ შეხვედრიდან დაწყებული პირველ დღეს, დამცირებიდან, შეურაცხყოფიდან, მერე ბანერების ჩამოხსნიდან, შეურაცხყოფელი საუბრიდან, ჩაკეტვიდან უნივერსიტეტში და საჭმლის შემოტანის უფლება არ მოგვცეს. სტუდენტებმა გაატარეს 24 საათზე მეტი უნივერსიტეტის კედლებში და ჩვენ ვერ შევძელით მათი ჩანაცვლება. და ბოლოს იქამდე მივედით, რომ დეზინფექციის ხსნარში გაეღვიძათ სტუდენტებს დილას და მერე დაგვადგა 3ჯერ პოლიცია და ადმინისტრაციის მხრიდან იყო გამოძახებული 3ჯერ პოლიცია. აი ამის იქით უკვე მე აღარ ვიცი რა ეთიკაზე, საერთოდ რა ზრდილობაზე მელაპარაკებიან აქეთ და რაზე მედავებიან საერთოდ ვეღარ ხვდები, იმიტომ რომ ყველა ზღვარს გადაცდა ეს ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ყველა ხელმძღვანელი, რომელიც იქ მუშაობს, რომელიც არასდროს არ ედგა და არასდროს არ დაუდგება უნივერსიტეტის სტუდენტებს გვერდში. ეს არის კატასტროფა და რაღაცა უნდა შეიცვალოს აუცილებლად. ელენე, ეს ფაქტი თუ მოახდენს თქვენზე სტუდენტებზე, რაიმე გავლენას თუ შეგაჩერებთ ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება? არანაირს. პირიქით, უფრო ძლიერები ვართ, უფრო ბევრი ვართ და უფრო მყარად ვართ და უფრო მეც ვიბრძვით, ვიდრე ოდესმე. პირიქით, ეს ფაქტი უფრო გკრავს სტუდენტებს და ის სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ ფორმაში არ გვეთანხმებოდნენ, დღეს უკვე ჩვენ გვერდით დგანან და გავიზარდეთ ძალიან და ბევრი ვართ. სოთშერს წეგან ამბობდი, რომ გადავურჩიო მე ჯარიმასაც და გარიცხვასო და ეს საკითხი უკვე ესე დგას, რომ აი უნდა გაძვრე რაღაცნაირად დაემალო სისტემას თუ აი რას ნიშნავს გადავურჩი ჯარიმას და უნივერსიტეტიდან გარიცხვას მხოლოდ იმის გამო, რომ შენს აზრს და პროტესტს პოლიცია რომ მოვიდა, როცა აჯარიმებდნენ სტუდენტებს, მე ვიყავი შენობაში, მაგრამ რაღაცა ისე მოხდა, რომ იმ მომენტში იმ ადგილას არ ვიყავი, სადაც მიმდინარეობდა დაჯარიმების პროცესი. და ამიტომ რაღაცნაირად არ დავჯარიმდი გადავრჩი და მეორე ფაქტორი რის გამოც და ეს რა დღესაც ედავებიან რა საუბარსაც ამ დღესაც გვიან მოვედი უნივერსიტეტში და ამიტომ ამ გაგდების საკითხსაც არ შემეხო. მონისე, მე მინდა ახლა შენ დაგისვა ესეთი კითხვა, შენ როგორც შემდგარ მსახიობს, რამდენად ხელის შემშლელი ფაქტორია, როცა ახალგაზრდებს ნაცვლად იმისა, რომ სწავლაზე, განათლებაზე, ახალ როლებზე, სპექტაკლებზე იფიქრონ, დგანან და იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი თუნდაც ჯარიმებისგან და უნივერსიტეტიდან გარიცხვისგან. აი შენს რო ესეთი გზა გაგევლო, მიაღწევი თუ არა ამ წარმატებას, რაც ახლა გაქვს. სირთულეში მოგვიწია ჩვენ სწავლა, როცა მე ჩავაბარე უნივერსიტეტში, მაშინ ინსტიტუტი იყო. და 9 აპრილი იყო აეგერ წეღან მომხდარი და ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდ სირთულეში ცხოვრება, ანუ თანაცხოვრება ჩვენს პროფესიასთან, ჩვენს ინსტიტუტთან და შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო ამ პერიოდში ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, რომ თვითონ რექტორი გვედგა ყოველთვის გვერდში. ყოველთვის ითვალისწინებდა სტუდენტის ფიქრს, აზრს, შეთავაზებას, კითხვას, ყველაფერს აბსოლუტურად და მის წინა პლანზე იდგა ჩვენი რექტორი ეთერ გუგუშვილი. შემდეგ იყო გიზო ჟორდანია, მაგრამ მე ახლა ვამბობ იმაზე, ძალიან დიდი ხელი შემშლელი იმაშია, რომ ადამიანები, რომლებსაც ამ პროფესიაში თანდებია თავისუფლება,
თუ თავისუფლება არა აქვს ხელოვან ადამიანს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. შეზღუდული თუ იქნება ის რაღაცებში ვერ გაშლის, ვერ გამოიტანს იმ თავის დათქმას და ამიტომ ხელი შემშლელია სწორედ ის რომ როცა ამ ადამიანებს ხელს უშლიან იმაში რომ ეს თავიანთი თავისუფლება მოიპოვონ და არ დაკარგონ ის თავისუფლება რაშიდაც ესენი გაიზარდნენ ხო და იზრდებოდნენ ხო ეს ხო არ არის ჩემი და ნინოს და ჩვენი მშობლების ამათი მშობლების სასაკის პერიოდი როცა ჩვენ არ ვიზრდებოდით მსგავს სიტუაციაში თუმცა ჩვენ თვითონ ვახერხებდით რაღაცნაირად თავისუფლება მოგვეპოვებია და რაღაცა ლაღად გვეცხოვრა და ლაღი ბავშვობა თუ რაღაცებს რო ვიძახით ხოლმე ეს ქონოდა მაგრამ ამათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო ის რისთვისაც იბრძვიან და ამის გამო არ დააბრკოლოს იმან ვინც მე არ მესმის ახლა აქ პოლიტიკური მოსაზრება მე იმის მჯერა სკამისში ჩაბღაუჭებული ადამიანები რომლებიც აი ამ სკამის ხელიდან გამოცლის ეშინიათ და ამის გამო იგივე ლექტორი იყო თუ ხელმძღვანელი ჯგუფის თუ რექტორი თუ ვინც გინდათ ის თქვით მოკლედ ამის გამო აი ამათ უზღუდავენ ყველაფერს და ნერვები მეშლება ეხლა მსგავს რაღაცებზე რომ ვლაპარაკობ იმიტომ რომ არ მიმაჩნია საერთოდ ეს ადამიანი სწორად სადაც ზის და სადაც რა ვიცი რექტორია თუ რა ხო შენთვის განსაკუთრებით სენსიტიური ინდუეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელი თქვა ჯანდაბა თუ რა არის არ ვიცი საბოლოოდ რა ვიცი რა ვილაპარაკე მე თვითონ მაგრამ ხელი ეშლებათ დიახ იმაში რომ ამათ თავიანთი განვითარება მოიპოვონ და გააკეთონ და თავისი შექმნან და თავისი დადონ და ისწავლონ და იმათზე მეტი იციან ვინც ამათ მართავს ახლა თავიანთ შუაში ბევრად თან ამდენად მნიშვნელოვანია ესეთ დროს ახლა ოჯახის მხარდაჭერა იცი ჩვენ ხო ყოველთვის ვიაზრებთ ვინც პროტესტის ავანგარდში დგახართ მით უფრო სადღეღამისო რეჟიმში სიცივეში მახსოვს გათბობა გამოგირთეს ხო ახლა რაღაცა პარაზიტებთან ბრძოლის იარაღის სუნში გაიღვიძა ბევრმა თქვენგანმა და ამ დროს ხო ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა ჩვენ ნახეთ აკი როგორ არაფასებდნენ გუშინ მანუ დედის ნატა მურვანიძის სიტყვას ხო რომელმაც თქვა რომ ისე მაგრამ მომიჭირესო ხელი დამიბუჟდა და ვეღარ გრძნობო ანუ გაიხსენა ხო როლი იცი რა აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ ისედაც თქვენი ახლობლები ისედაც ოჯახის წევრები რა ვიცი მეზობლები თუ ძარღვი აქვთ რა თქმა უნდა ყველას ვისაც ეს აღელვებს ნერვიულობს იმიტომ რომ ყველა დღე როცა პროტესტში ხედავ შენს ახლობას არის რისკის შემცველი ხო თქვენც გუშინ ახლა დაპატიმრებითაც დაგემუქდნენ სტატუსის შეჩერებითაც დაგწავლეს აი რა ვიცი რა რამდენი ინსტრუმენტი გამოიყენეს ხო იმისთვის რომ შეგეწყვიტათ ეს პროტესტი მე მინდა თქვენ ახლა ახსნათ ჩვენს მაყურებელს უთხრათ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი და ახლობლები იზიარებდნენ და მხარს გიჭერდნენ ამ თქვენს გამოხატვაში ელენე თუ გნებავთ თქვენ დაიწყეთ ხო ჩემი ოჯახი ძალიან გვერდში მიდგას და რაღაც ძალიან ხარს მიჭერს იმ გადაწყვეტილებებში რასაც ვიღებ და არის პირველი ადამიანები არიან, ვისაც ვურეკავ და ვუზიარებ რა ხდება, თუნდაც პოლიცია რო შემოვიდა, პირველი ადამიანი ვისთანაც დავრეკე იყო დედა ჩემი და ვუთხარი და მათი მოსაზრება ემთხვევა ჩემს მოსაზრებას და პირიქით ძალიან გვერდში მიდგანან. და როცა ვხედავ გამოსული უნივერსიტეტიდან იმ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მომავალში მომიწევს მუშაობა გვერდში მიდგანან და ხარს მიჭერენ ძალიან მაძლიერებს უფრო მეტად და რომ ხედავ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემს მხარ იბრძვიან, ეს ძალიან ძალას მატებს და რაღაცა მაძლიერებს იმაში, რომ ბრძოლა არ შევწყვიტო და პირიქით გავაძლიერო და რაც შეიძლება მეტი გავაკეთო. მანუ, შენ დედა ჩემმა გამაგებინა, სხვათა შორის მესამე დრო გამოიწახეს პოლიცია, გზაზე იყო თვითონ მანქანით და დაინახა პოლიციის მანქანები და დამირეკა ეგრევე, რომ
აქ არიან და რა მექენით. და ხო, ნუ ყველაფერში ჩართული იყო და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მწყინს, როცა ვერ ვხედავ მსგავს რეაქციას სხვისი მშობლებისგან და თითქოს ჩვენი მშობლები, ვინც თქვა ჩვენ გვერდით დგანან, ისინიც პატრონობენ დანარჩენ ბავშვებს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და მათი გვერდში დგომა ჩვენთვის. რატო თქვენს გვერდით არიან ახალგაზრდები, ვისაც აკლიათ ასეთი მხარდაჭერა ოჯახის განმართლა? არიან. და ძალიან სამწუხაროა ამის დანახვა და ძალიან აუცილებელია, რომ ყველა ერთად ვიყოთ ამ ბრძოლაში. აი რაში გამოიხატება ეს, თქვა, არ კითხულობენ, არ მოდიან, არ ურეკავენ, არ ვიცი, აი რა ნაკლოვ რა სიმცირეს გრძნობენ. ყველაფრის ერთად ალბათ. მე არ ვიცი ახლა ეგრე დეტალებში არ შევსულ ვარ, თქვა, მათი ოჯახის მდგომარეობის, მაგრამ ვიცი, რომ არ ეთანხმებიან მის მოსაზრებებს, მათ მოსაზრებებს და არ არიან ჩართულები. რას ეთყოდი ესეთ მშობლებს და დავასრულეთ? ძალიან საჭიროები არიან ეხლა, რომ რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ამ ბრძოლაში ვიყავით პირველ ხაზებში, ვებრძოლით ძალიან დიდ ძალას, რასაც ვერ ვიაზრებთ იმ მომენტში, მაგრამ ახლა ვიაზრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთმა ადამიანმა ზურგი გაუმაგროს თავის შვილს. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს, მე ასე ვფიქრობ. მადლობა ძალიან დიდი მანუ თავაძე, ელენე მინდიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები თეატრალური უნივერსიტეტიდან წარმატებებს გისურვებთ.